მესტიის მიმართულებით ავიარეისები ინიშნება. პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა თბილისის ავიარეისის ამოქმედების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადეს. მესტიის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3-ჯერ ტენდენში გამარჯვებული ქართული ავიაკომპანია სერვის ეირი შეასრულებს. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 65 ლარი იქნება, რაც სახელმწიფოს სუბსიდირების შედეგად მიღებული ფასია. მესტიის მიმართულებით პირველი რეისი 18 ივლისს შესრულდება. ნატახტრის აეროდრომიდან დღესვე საჩვენებელი ფრენა მოეწყო. უახლოეს მომავალში აქედან ავიარეისები ქვეყნის სხვა ქალაქების მიმართულებითაც დაინიშნება. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს 3 წლის განმავლობაში ლიმიტირებული სუბსიდიით სამხარისო ავიარეისები, მისაც რომ კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით რაც შეიძლება მეტი რეისის შესრულება და რაც ყველაზე მთავარია შეძლოს ზამთრის პერიოდში ფრენების განხორციელება. გარდა იმისა, რომ მესტიის მიმართულებით ავიარეისი არის აბსოლუტურად კომფორტული, 45 წუთამდე ამცირებს 7-8 საათიან გზას, ამავე დროს ჩვენ მაქსიმალურად შევამცირებთ ბილეთის ფასი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სვანეთის მოსახლეობისთვის ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი, ვინაიდან საკმაოდ შეღავათიანი ფასია, ორი გზა არის 130 ლარი, რაც საკმაოდ მისაღები ფასია. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ჩვენ ასევე გეგმავთ, რომ საქართველოში მცირე აეროპორტების ქსელი განვავითაროთ და გავუკეთოთ აღდგენა ბევრ ტურისტულ მიმართულებას, რომელიც ტრადიციულად არსებობდა საქართველოში. უახლოეს მომავალში დაინიშნება ალბათ ქუთაისის მიმართულებით და ბათუმის მიმართულებით და შემდეგ უკვე მოვშინჯავთ თელავი, ზუგდიდის ინგირი. ჩვენ გვინდა რომ მოვიცვათ საქართველოს ყველა მიმართულება.